მოგესალმებით. სალამი. რა სიტყვით ჭორაობით რო დავიწყოთ, ოღონდ ჭორაობაზე მეტად დადასტურებული ინფორმაცია, მაგრამ კარგი ჯანდაბას. დრუზე. ტევები რო შეხვდა დიდი პრობლემები. და სერიოზული კონფლიქტი მოხდა ტელევიზიაში, რომ ფულს არ უხდიან, ფულს არ უხდიან და ფული რო აღარ აქვს ამ ლიბერდებლების ტელევიზიას მაგას ვხედავთ. ნოდარ მელაძე ლობირებს საკუთარ გადაცემას, შაფათის ჟურნალისტების ლობირებით არ დაკავებული, ხოლო სხვა თანამშრომლები ვატო წერეთელიას კი ჭუტლექსა მის აზრს რომ ფული ცოტა და ყველაზე უნდა გადანაწილოს. მე ფულს ვინ მოგცემს მეგონება. ხო და ეს ჭუტლექსა და მელაძე ლექტორდარ არის ერთმანეთზე კომპრომატების გავრცელებით დაკავებული და აი ეგ ვერ გავიგე კარგად მე მგონი რა გავრცელებაა საჭირო მოარული კომპრომატები არიან ორივე რო შეხედავ ჭუდამ უნდა თქვას რომ ნოდარაა ეს ნოდარა უნდა თქვას რომ ჭუტლექსა არის ჭუტლექსა არანაირი იქ სხვა კი ბატონო ხო და ჭუტლექსის პრედიავა არის რომ ნოდარამ დედა უტირა ტელევიზიას გააყვითლა და ეხლა გააყვითლა თავის ძოზე ტაში რო უკრავდა მარტო ნოდარამ ხნა ეგო ხო ესეთი რომ ეკნა ხო ტაში უკრავდა თავის ძოზე არაფერი ისეთი განსაკუთრებული რასაც ბოლო 10 წელი აკეთებს ნოდარას არაფერი არ უკნა ნოდარამ როგორ არა რაღაცა განსაკუთრებული იქნა შეხედე ნოდარა რადგანაც არის მე მახსოვს ბატონი ნოდარ მელაძის ბატონი ნოდარ მელაძის ძველი გადაცემები. როგორ არ ხდება ბატონი. რაღაცებზე რომ აპარაკობს რა იმაზე რა შერონსტონის უნიტაზზე. ემოებზე შერონსტონზე კიდე ძველი გადაცემები. ნუ ახალგაზრდა რო არის ძალიან და რაღაცა შოუში რო ზის და ბიჭო, აი როგორი ტიპი არის, იცი, მართლა შავარასაც აღწერდა რა, უკიდურესი ღრმა პერიფერიიდან, ოღონდ მენტალური პერიფერიიდან ჩამოსული, ყველაფერს ვიზავდა, ყველაფერს გავაკეთებ, ოღონდ მე აქ წვერვალებს და ელიტას რაღაცნაირად გავერი და ბიჭო ესეთმა ადამიანმა ნახა რომ დღესასრიგი იცვლება 2012-ის შემდეგ და ნახა რომ ახალი დღესასრიგი არის ჟურნალისტიკაში რასაც ქვია ეგრეთ წოდებული გვარამია სტილი ანუ არ არის გვარამია ვიცი ეროსის სტილია მაგრამ ეროსის სტილს გვარამიამ შესძინა თავისი უნიკალური და ექსკლუზიური ანუ საავტორო გახადა გვარამია სტილს იცნობ საავტორო კინო ხო ეგ არის რომ ავტორს იცნობ რა იმ კინო არ და საწყალი ეროსი იყო ამის ფუძემდე კი ბატონო თვითონ ჟანრის მაგრამ სტილი ამ შემთხვევაში გვარამიაზას იცნობ იმიტომ რომ ის სახეზე რომ თეთრი რაღაცები მიიღარა ნემსის გაკეთება სიგარეტს მოწევა თვალი ყოფნა და მოჭებს დაგიხრეთ და დედის ნუ ხო და ამან ნახა რომ გვარამიას უნდა გადავასწრო რაღაცა უნდა უქნაო მარტო ბოტასების ზომით არა პირველი სტილში გაურია ახალი ესე იგი ნარატივი შემოიტანა რომ თხრობის მანერაში გაურია რაღაცა მეტაფორები როგორც არის ზურმუხტი არა ერთად ბელგიური შავი შოკოლადის ფერი კარები მაგალითად ზურმუხტის ფერი რაღაცა და ნუ ეს იდეა ამანაც რო არ გაჭრა მე ეს გადავიდა ვაფშე ბოლომდე ჩააჭირა და ხელი აიღო რა ყველაფერს და ბავშვებიო მოკლა ბავშვი პატარა ისო რა ქვია ჩვილი ბავშვი მოკლა პოლიციამ პირდაპირ ნაგავსაყრელზე გადააგდო არა ნაგავსაყრელზეო ბავშვის ჩვილი ამოიღო შეხედო და დადო ისე ხო და ამაზე ჩაწერა სხვა ჩვილები არა ჩვილები ხო ბავშვები არა ბავშვები მაგრამ ჩვილები ჩაწერა ბიჭო ბაგა ბახში მივიდა და მძინარე ბავშვები ჩაწერა კაი რა 7 წლის ბავშვები ჩაწერა როგორ ჩობელი რო უყიროდა ზემოთ ბანკონდა და ბავშვს ეკითხება თან კამბეცაზე ხო ესე იყო ის კი და დედამისი რო უყიროდა თან ბანკოს ხო გადავიღეთ ჩვენ ეს რო უყიროდა რომ გაანდებეთ თავი ჩემშულსო რა და ბავშვი ეუნება კი ვებხვი ხო მოვიდა კი ეს ძალიან იოლად დასაჯარებელი ჭორი არა მაქვს დასრულებული რომ წერეთელი პირად საუბრებში წერეთელი არა ისა კაი იყოს წერეთელი მე რა შეგარავთ მე ეგ წერეთელია როგორც მე ჯინგისხანი აბა რა არის ჭუტლექსა აი ხონდოდა შეგამოწერა არ გამოვა პირად საუბრებში რას მიანიშნებ კი მაგრამ მალავს რომ არ დაექვემდებარება მელაძის შანტას ნუ ფლობელი თუ არის და თუ საჭირო გახდა გამოიყენებს ყველა მისთვის მის გასანეიტრებლად. წერეთელი ჭუტლექსა არაერთ ადამიანთან ასევე ღია დაფიქსირებს რომ მელაძის გადაწყვეტილებით არხი ბოლომდე შეხვდა კამიტის აბსურდულ თემას. და ის მიუხედავად რომ საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობა ამ ისტორიას არ იჯერებს, საინფორმაციო სამსახური ჯიუტად აკეთებს სიუჟეტს. ხედავნო და მადლობის მაგერია რა. თავი დაიშტერე, დაისამასოვე და მაინც არ გაფასებე, ხო ხედავ ეგენი დიდრები.
ჭუტლექსები აი 300-ისა, თქოს, როდესმე 3-ზე მეტასოს წარმოადგენდა. ხო, ეგ არის აი ზეძალთა დაპირისპირება თუ არის? არის. კლასიკური. კი ბატონო. გაუშვათ არმაზ ახვლედიანი. რამდენი ხანი არ გამოჩენილა ჟმოტეოვიჩი არმაზ ახვლედიანი. ეგეც მოღალატეა მაგარი შეფის ბიზნესი. სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები ისევე იქნება ამათ პირობებში გარანტირებული, როგორც პურას და მელას პირობებში საქართველოს სიახლოვეს მავნებლობის არ ჩადენა. ეს არის შეუთავსებელი, გამოვლენილი, თუ იქ არ დგას შესაბამისი მთავარი, ვინც გარანტიას მოგცემს, რომ ეს ასე არ მოხდება. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს ერთადერთი გზა. ეს გზა შემდეგია, რომ დიდი ხანია არ მithქვამ სხვადასხვა ამ ფორმულის შესახებ და ნებაომეცით გითხრათ და დაგეცნობთ. არ ვიცი და არ გეხვეწებ გავაძლევ თავი. არა, ფორმულა თუ გამომხილეთ ძმაო და ხალხამდე პურამელაზე და ქათამზერვარი სხვა შორის გამახსენდა გუბაზი, რომელიც თუ გასტრონომიულ თემებზე საუბრობდა და გუბაზი. როგორ აკლია გუბაზე ოპოზიციურ საჯარო სივრცეს? შემიძლია თქვა, რომ არა სრულფასოვნად ანაცვლებს რა თქმა უნდა, კაცო. არ არის ეგ სრულფასოვნად. მამის გამკურტიზანებელი ეგ, ცუდი ადამიანი. კაი, სალომე საბადაშვილი. გაუშვით. პარლამენტარი და ქართველები ნამდვილად იჩენენ სიმამაცეს ჩვენ სულ ცოტა ხანში ჩავთავთ ახლა რამდენი ეს არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი, მხარდაჭერა იმიტომ რომ უკავშირდება ცხადია ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საზოგადოება მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად, ანუ თუ შეიძლება რამე სახელი დაარქვა ქართული ოცნების პოლიტიკას დღეს რაღაცა ერთი სახელი, ერთი სიტყვით აღწერო, ეს არის დაშინების პოლიტიკა, ეს არის შიშის დაწესება. ნაციონალი ლაპარაკი. არანაირი სხვა. გავაჩეროთ, ან ნაციონალი საჩურის შენ ესე იგი შინაარსზე გამახვილე ყურადღება მე კიდე მთლიან ფორმაზე. რო გამოვიდეს ახლა ცვეტნოი მეგისაკარნავა ფრედი კრუგერი რო გამოვიდეს არა მეც კარნავა ფრედი კრუგერი რო გამოვიდეს აი თქვიცი კი ხანჯლებით კი ჭყალებით თუ რაღაცა და სახე დამწვარე ფრედი კრუგერი და ბაზრობდეს რომ ეს ვიღაც ბემბი ასევე ფილმის გმირი ბემბი რო პატარა რა ალინიონაკა შვილის ნუკრი ასევე აი ესეთ შედარება რომ აი დაშინების პოლიტიკით ჩვენ ფრედი კრუგერებს მონსტრებს ძალიან გვეშინიან ქართული ოცნების პოლიტიკის ნუ მართლა ხო არ შეიძლება მართლა დოქტორი მენგელე ლაპარაკობდეს ჯანდაცვის სისტემაზე შეიძლება ნო ჰა ნო და რაღაც რა ვიცი ის რო იყო აიხმანი ლაპარაკობდეს რომ როგორ უნდა შევინახოთ ციხეში პატიმრები რა მეგის კარდავა იგივე რომ აი ჰუმანურობა რომ მნიშვნელოვანია ასულიყო სამონდაშვილი არა და კუწურიეობა ხო უნდოდა არ გამოვიდა დარწმუნებული ვარ ყაბად ჩემი შეკერილიაო რა ყაბაზეც თქვა რომ შევხედე ვაფშე ყველა აი ბავშვი რო აკატინებ რო ყველაფრის უფლება რო ვაფშე რო საზღვრები არ ანუ როგორც კონსტრუქტორს ვარ და ექვემდებარება ვაფშე რო საზღვრები არ კონსტრუქტორობას რო არ და ვაფშე რო საზღვრები არა ეგეთი ყაბა ბალენსიაგაზე უარესი ვარ ანტი სტილი ეკაბესელი არის ძალიან საინტერესო ადამიანი ახლა კანონზომიერება ხო ყველა ესეთ მძიმე დაღმასვლას აუცილებლად მოყვება სადღაც ეს ზაფი გაწყდება ეს ავტორიტარული მართვის ესეთი მძიმე რეპრესიული პროცესი აფეთქდება იმ ნაღმზე თვითონ ავტორები ფეთქდებიან ეს არის კანონზომიერება ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება ეს შემდეგ აუცილებლად მოიტანს უფრო ჯანსაღ და უფრო რაღაცა გამოწრთობილ გასუფთავებულ გაჯანსაღებულ პროცესს ესე იგი როგორც ჩანს ამბობს რომ ჩვენ ახლა თავი უნდა დავანებოთ ამათ და თვითონ აფეთქდებიან ნაღმზე და ასე შემდეგ. სხვათა შორის არ არის ცუდი იდეა, იმიტომ რომ დაგვანებებენ ნაღმზე რა თქმა უნდა არავინ არ აფეთქება, რომ თვითონ შეინარჩუნებენ თავს, კედელს როდემდე უნდა ურახუნონ თავი რა. აი მაგალითად მენტალურ ჯანმრთელობას მინიმუმ არ გაიუარესებენ კიდევ უფრო. აი მაგალითად აგერ ჩვენ გვაქვს მეგობრებო, აი გადაღებული გვაქვს ურსას კონცერტი, ხო? აი ეს რესპუბლიკის მოედანზე მერიის მოწყობილი საახალწლო ბაზრობის ხო. მაშინ სივრცეში ხალხი რომელიც არის მშვიდობით კმაყოფილი
გადავიხსენე რომ გააჩნია ახალ წელს მოახლოება უხარია. არა ამას ქვია გადაჭედილი რესპუბლიკის მოედანი. განა რამე მეგობრებო არა პროსტა შეგვიძლია იქნოთ აკაცუკები რაშვებიან პარალელურად. შეგვიძლია ეხლავე ჩავცვალ აკაცუკთა ბანაკში რა ხდება. აკაცუკებს და გაჩი რომელიც როგორც ამდენი ხანია გვამბობენ არის უმრავლესობა ამ ქვეყნის. აი უმრავლესობა ამ ქვეყნის მარჯვენა შეხედვით. პარალელურად არის გადაღებული. ეს არის პარალელური მონტაჟი, ხო? გრიფიტის ზობილი ეიზენშტეინი. მადლობა. ხო, ნუ ეს რაც მოსალდარი. აი, დაფიწყდება რასაც რომ აი ჩანს როგორც ჩანს რომ აქეთ თითოეულობა კაცია, პროტესტი არის ათასობით, ხო? თუ პირიქით არის. Tens of thousands. Thousand. ცოტა კობელი. თუ ბუჩიყო. ბორის ჯონსონი. ბუჩიყო. გეხება ხარ ვალდებული სწორი მოქალაქეური პოზიცია ის იქნებოდა რომ იკულებდე უყურებდე ვიღაცა შენს მიერ მიცემულ უფლებას არასწორად თუ ხომ არ იყენებს სოციალურ არ მიხელა ესე იგი ნუ არ იცი მაგრამ ჯოე თქო რომ კი ვიცი ყველაფერი ვიცი რომ ვიღაცა რაღაც უსამართლობა შეიძლება აკეთებდეს მაგრამ მექანიზმი კიდე ასე დროს რა ვიცი ჩემნაირი ადამიანები ცოტესარი ადამიანები ყოველთვის ვეცდებით რომ ამ ადამიანს მოვაბრუნოთ სწორი სამოქალაქო პოზიციისკენ მე შეიძლება მაინდა-მაინც იმაში არ გადაითარგმნოს რომ ეს ადამიანი ადგეს და რუსთავაზე გამოვიდეს, მაგრამ დღეში 20 წამის განმავლობაში მაინც თუ იქნება 500-ზე იმის გამო ვიღაცა მისი სახელი ციხეში გაშვებული ისეთი, რომელიც არ უნდა გაიშვა და ციხიდან გამოშვებული ყავთ, ან საერთოდ არ ყავთ დაკავებული ისეთი, ვინც იქ უნდა იყოს. 20 500-ზე რა კაიგებმა. წამითო და შენ. მეგობრებო, გავაჩერდა. 20 წამში რა შეიძლება ადამიანმა მოიმოქმედოს? აი 20 წამი. ანუ ხდები 20 წამი. არ ყოფნის ალეკო ელისაშვილობა. ანუ უყურე როგორ არის ის მოქალაქე, რომელიც 20 წამით მაინც გაიაზრებს, რაც აბსურდია, რომ აქ ტირანია, 20 წამით გაბრაზდება. 20 წამით გაბრაზდება და მე აღარ გბრაზობს, რა გინდათ ეგეთი? 20 წამით გაბრაზდება და მე გავა სახელმწიფო ბაზრობაზე და კონცერტს მოუწევს. ეგეთ თევზის მეხსიერებიანი ხალხი რა გინდათ, ხო? არა, მე მეოსება ეგ რო ანუ კარჩი წარმოიდგინე ამათმა დასახეს მიზანი. 20 წამით მიზანი დასახეს. 20 წუთი ბევრია. ხო და მე 20 ანუ არა. ჩემთავთან წინააღმდეგ ვეშავედი და ვერ დავუშვი წამზე. ან შენმა როგორც ანეკდოტი რო არის, რომ გუშინო დაგინახიო შენო ქუჩაზე მოდიოდიო და ნიუესალმო არ ვესოლე მე შეიძლება და წოტრიო ანუ 20 წამი იფიქრა რომ ვაიმე მარტა ხო არა დიქტატურა არა 20 წამში მოსასწრების საქმე აი რა 20 წამში რა შეიძლება მოასწროს ადამიანმა გეტყოდი ვერ მოასწრებს მაგასაც თუ ძალიან ანუ თუ ზურაგის ჯაფარიძის-ნაირი ხელმძღვანელი არ არის ვერ მოასწრებს შენ ვაფშე მე სხვა რამე ვიგულისხმეს აი მართლა აუცდით ერთმანეთს არ შენ გარყვნილი ადამიანი შენ რა იგულისხმე დეფეკაცია მაგალითად 20 წამში ძმაო ისეთები არიან ჩიპივით კურდღელი არა ადამიანები ვიცხაც ანუ კარგი 20 წამიანი გაბრაზება თუ ამათვის არის კარგი შედეგი ღმერთმა შეარგო 20 წამი მეც გავიბრაზებ თავს ამათი ხათრ ანუ როგორც ისე დაფიქრდები ბიჭო მართლა ხო არის ავტორიტარი ერთი მაგ დედაცვატი და რო გადადიხარ სხვა კაი გიანოდია არ ყოფს ხშირად და მოუსწრია აი გიანოდია რამდენი წამი ბრაზდება ნეტა დღის მანძილზე 20 წამი ბრაზდება 20 წამზე მეტი მე რო ვერ იკავებს 20 წამს ხო დაბერდა მეტი უნდა გაეპაროს 20 წამი შეიძლება ხო ოპოზიცია არც სათავეში არ არის საპროტესტო მოძრაობის, იმიტომ რომ თვითონ აი ამ საპროტესტო მოძრაობის წევრებს არ უნდათ ოპოზიციის ლიდერობა, თუ ოპოზიცია პარლამენტში არ არის და ასევე ამ საპროტესტო მოძრაობას არ უნდა რომ ოპოზიცია იყოს პარლამენტში და მისი ლიდერები ციხეში არიან. ხო, აი ამ ვიყურებაში ნუ რა როგორ უნდა წარმოვიდგინოთ რა უნდა გააკეთოს კონკრეტულად ოპოზიციამ. ეს არ ნიშნავს რომ ის არ არის რეალურად კრიტიკის ღირსი და პირველ რიგში იმიტომ რომ ვერ შეძლო რაღაც პლატფორმის ჩამოყალიბება ერთად მოქმედების კომბინაცია ტოპკარდი გავუშვათ ამისი და მიშას ეშმაკია. რახანაკ შინარზე. მიშას ბებერი ეშმაკია. ხედავთ პატარა ჩანგალს? აი ჩანგალს და სამკაპს ან რა ვეს. არ სამკაპი ნახოთ არ არის. 4 კაპია, მაგრამ შესაბამისად ეს არ არის ეშმაკი. 4 კაპი. ლიბერალური 4 კაპია. 4 კაპი ზომი და გამოდერი ეს არის ჭინკა.
ჭინკა. პატარავდება, როცა ჭინკის ობრაზში. ეს სუვენირია, თორე ნაღდი სხვაგან აქვს. უყურე, ეს ხო ადამიანია და ჭინკის ობრაზში რო გადადის, თითქმებით და კუდით. პავხელა ხდება, რომ ეს დაიჭიროს. ამით უნდა რომ ყველა არა მიშისტი და არა ლიბერალია, ეს ჩვაქოლოს. ხო, თორე ისე. კეთილეოდარიანი ლაჩა ბუღაძე ერთად. ინარსიც რომ ჩავიხედო დიძახის რას, რომ თუ არ არსებობს ეს ოპოზიცია, რატო უწყრებითო რა? რაშიც არის გარკვეული რეზონი რა. მაგრამ მონუმენტურობა აკლია და ესესხები შენ ბავშვობიდან შენ ფან რა ერქვა? ყველის სახელი და ჭადის სახელი და გავიზო რა ქვია ბიჭო? ნიკა მაჭუტაძეს. ნიკა მაჭუტაძე სად არის? აი, თუ შენ ხარ მაგის ინსპირაციის წყარო. არა, ერთი თუ დეგ რაღაცა მიქარა, რაღაცა შეცდომა დაუშვა. არანაირი მაგის ინსპირაცია მე არ. მაგან თქვა ძმაო რა. რა თქვა? მე შალვაზე გასნილი ბიჭი ვარო. აღთოვანებული ვიყავი შალვას ახალგაზრდული საქმიანობებითო. მე ფეხებზე არ კიდე იყო შემზე გადაწყვეტი რა. ხო და სად არის? მაგან წამიყვანაო ქალებში პირველ. არ გინდა ეს რაღაც ლაპარაკი. მაჭუტაძე. ანუ ნამყოფია. ძალიან კარგი გვარი. მაჭუტაძე არის გურული თავადების გვარი, იცოდით? არა. გენიალური. მართლაო. შალვა. გენიალური. მაჭუტაძე არის გურული თავადის გვარი. აგერ გვიყურებ. მაგამ დაწერა აკა მორჩილაძის სიტყვაზე რომ რეზონი აქვს, მაგრამ მონუმენტურობა აქვს მაგის სიტყვას, მაგრამ მონუმენტურობა აკლეო მაგითო ვლაპარაკობ. რაღაცა ციგნის ბაზრობაზე თქვა რა. მაჭუტაძე ვიღაცაზე თქვა. აკა მორჩილაძე. რეზონი აქვს, მაგრამ მონუმენტურობა აკლეო. რეზო. სხვათა შორის მონუმენტურობა აკლია, გონია 70-იანი კარგი ქართული ფილმი და ციტატა არა? ან არაჩვეულებრივ გაუქმებაში არის. და ეგ მან მონუმენტურობა და ეგ მანდა არის. ეგ კაცი არასწორად არის. ანუ ეგ არის სამეცნიერო ფანტასტიკის რაღაცა. ჩვეულებრივი პერსონაჟი, რომელიც შევიდა, რომელიც უნდა იყოს 70-იანების 60-იანების თბილისში, აი არქიტექტორების ოჯა რაღაცა ის რო არის, ესე რო ლაპარაკო, ჰოი? დოცენტა. კი. გარკვეული ესეთი სირბანჯო. შენ 70 წელს არანაირი გასავალი არ ექნება. იმიტომ რომ იქნება კუტუბისი იქნება. აი ესე დაუწყო. ყველა ახალ ნაყიდ კურტკას უბანშივე დატოვებდა ყოველთვის. 70-იანებში არის. 80-იანი. მაშინაც დატოვებდა. ჰეკი თვითონ დატოვებდა. ვინმე კი არ გამოართმევდა. სამეცნიერო კორპუსში რო არ დმევენ ხო? იმენა მეცნიერება დაგადებს ვიდოდა და პროსტა პროფესორი უხერხულად იქნებოდა რომ არ გამოერთო. ისეთია რომ პროსი პროფესორი რომ. არა სინამდვილეში არ უნდა დავჩაგროთ ეგრე, იმიტომ რომ კაცი თავადია, თავადარი. მაგრამ ქვეყნის გადარჩენის ალიანსი რატო არ არის? აღარ არის. ნათავადარი. ხო არის სად არის ეს კუტუმიცინი? ალბათ მუშაობს სამეცნიერო. არა ისე. აი ქალებს როგორ ისაკ და ხე ეგ და კრევო არ ჩანანო. კრევოს დაკარგულია მეგობრებო. ეგ და კრევო არ ჩანანო. დააწყვილა უცხო. მე იმ ოპოზიციის დედა ვატირე. ეს მონუმენტურ ფიგურებს. კრევოს და მაჭუტაძეს რო უკანა პლანზე გადაწევენ და წინ რო დაიყენებენ მამის გამკურტიზანებელ გულბოს ჯუნიორს. კრევომ რო დაწერა. კრევო, აი რა დააშავა. კრევომ დაასტატუსა Facebook-ში, მეო ტვიტიო დამიგულაო თუ რა დამილაიქაო. მამიჩხიგვის მამიდამო. ჯეიდივენსის მამიჩხიგვის მამიდამო. შვილის და. პინჩო ჯეიდივენსის ბიძაშვილო. იცის. მაგრამ მე მევასო კიმ კარდაშიანს რო დაარტყა მაგან ტვიტერზე. ჩემი აზრით კრევოს ისეთი ოჯახი აქვს. დედამის ძალიან ისეთ გამოყარე კარგი ქალია და ვერ აიტანა ჩვენი კონკრეტულად ბიჭო კრევო რაღაცა ოკეანოლოგიაზე რო აკეთებდა ვიდეოს არა აქ უნდა გაიხსნასო ოკეანოლოგიის შემსწავლელი უნივერსიტეტი რომელიც არისო სადღაც აი მაიამიზე არა იქ ხო სამი ევროპაში ავსტრალიაში და ამერიკაში ევროპაში ერთია ოკეანიაში ერთია ხო ავსტრალიაში ძალიან დიდი ამბავია რა ოკეანოლოგია საქართველოში ალბათ თავის დროზე საბჭოთა კავშირის ეგიდით რო იყვნენ ქართველი ოკეანოლოგები და ეხლა ვულკანოლოგები არიან ბიჭო რო გადახედა სალომე სამადაშვილს თიკა ბოკუჩავას ეკა ბესელიას ალბათ მიხვდა რომ განსავითარებელი არის კრევოს დედა ხო არის ხო იყო დაქალი თუ არის არ ვიცი გიჟის კრევოს დედა არის ჩვენი გიჟი ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის
დაკარგა. მე არ ვიცი ვინ არის. კრევო ადმინისტრაციაში მუშაობდა. პირველ მას ხო არ ვიცი. ხო მუშაობდა როგორ ელაპარაკებოდა. კრევო რომ მუშაობდა ვიცი კაცო სალომეს. შენი აზრით აი როგორ საუბარი იქნება. დღეს გვაქვს არა კრევო ქალბატონი სალომე და სალომეს ძმა ერთად დღეს გვაქვს შეხვედრა დედიკო დედა დღეს გვაქვს შეხვედრა აი ხო საშინელი გოიმლებს აკეთებენ ის საშინელი კომიკოსები ეგრო გამოვიდა იმას დედიკო დედა ხო ზუსტად ჩანს ოჯახის წერილი არის ზუსტად რა და აგძელებს ეს ქალი კიდე პირდაპირ. კაი არ ვის უფრო მაგარი იყო. ჩემი დედა უნდა დაგითმოთო და გვერდზე რო არის მამაოს გინება მინდებული არ მინდა თქვენი იყოს. ვაი, გავშო. გიორგი ბუტიკაშვილი. მამა ბოროტე არ მამაოს ხსენებს მამა ბოროტე არ გამოჩნდა. რა გიცი? ბუტიკაშვილი გაფიცებ მეცნობოდა და ისე ხაჟოს კარგი როჯა გიორგი ბუტიკაშვილი. ერთი წუთით რო დავსერიოზულდეთ ბორის ჯონსონის განცხადებას ნახავდით სადაც ბორის ჩალაბურვას განცხადებით. თავად ვირიშვილობა რაც რაზე ჩვენ ამდენი ხანია ვლაპარაკობდით და გამოიტანა პირველ წყარომ უკვე ეს ღიად და დედანი გვანახა რომ არც ერთ მომენტშიო არც ომის დაწყებამდეო და არც ომის მიმდინარეობისასო არ ყოფილაო მომენტიო სადაცო უკრაინის და ნატოში მიღებასო სერიოზულად ვინმე განიხილავდა არც ერთ მომენტში ის ბორის ჯონსონი ბიჭო რომელიც პირველი ახურებდა რომ არც ერთ შემთხვევაში რუსეთსა და უკრაინას შეთანხმება არ უნდა მიიღოს ჩემი რაშუაში კიდია ბორის ჯონსონი მე ვერ გავწევ ბიჭო უყურე ძალიან ეხა გოგოებო ჩვენ ყავს პროდიუსერები რომლებიც ამას არჩევენ ჩვენ მუშაობთ მაგრამ დიდად ეხა ლობირებენ თავიანთ არჩეულს და მე როგორი ეჭვობ ეს ცოტა იაზვა გოგოები არიან და ვიც არ ევასებათ იმას სვავე რომ დავწი და ბუტიკაშვილი არა მე დარწმუნებული ვარ რომ ერთხელ გაშვებული ყავს ბუტიკაშვილი როგორი ბიჭია თქო ვიკითხე და სასაცილო ბიჭიაო და იაზვები ხარ თქვენ ერთხელ გავუშვით ნამდვილად მახსოვს იმიტომ რომ გვარი მეცნობა რამდენჯერმე ხო და აბა პროსტა გავუშვათ სუდასინე და მოგწოთ თქვენი გემოვნებით ვიღაცა რომ შემოგვაპარო ნუ ნახე ხა ჩვენმა მეგობარმა ჩამიგდო კრეოს უახლესი 6 დღის წინანდელი ტვიტი და წაიკითხე უწერს ტრამპის მძახალს ბიჭო რა ხშირ რა მძახალ იმენა იქ შეძო რა რაზე უწერს ჩარლზ კუშნერს ამის შვილის ქმრის მამას ხო რო კაროჩეო რა ენაზე ფრანგულად არა ინგლისურად შვილის ქმრის მელანია კი არა ივანკას ხოა ივანკას ხო კუშნერი მაგის მამას მიაძინა ისე ივანკა რა შევა რო მოვიკითხო ჩინეთს და რუსეთს წინააღმდეგი ვარო მე პირადადო რა ასეა და იმა რა უპასუხა მობას გაბეძე რა თქმა უნდა არა ბიჭო იქ დაძრავენ მაგთებას კრევო თურმეო თურმეო ნარჩოლაო რუსეთს იმენა მე თუ მკითხავთ ეგრე უთხრა არა ანუ კონტექსტი სრულად არ ვიცი მაგრამ ვიღაცაზე უწერს ეგენიო მუდმივად ზრდიანო გადასახადებსო და მხარს უჭერენ რუსეთს და კომუნისტურ ჩინეთსო და ეს საკამარისია ჩემთვისო კონტექსტი არ ვიცი ახლა რაზე ფოტო დევს კუშნერის და ლეპენის ეთყობა ფრანგები ხო ფრანგები წევენ გადასახადებს და რუსეთს და კომუნისტურ ჩინეთს უჭერენ ხარს ფრანგი მემარჯვენე ლეპენი ნო ლეპენი ანუ კრევომ დაარტყა რა ლეპენს ლეპენი არ და ტრამპის სოციალისტები წევენ ტრამპის მძახალს ეუნება რომ დეკო რა დაუკრეფავში ნუ გადადიხარო შო ლეპენის კარიერა და ეს ბორდელო რო არ თუ ბორდელი იმ ბიჭის ძალიან წავიდა რა მორჩა არა მართლა კრევო დაინტერესდა უკვე შენი კრევო ჩემი თემა არის კრევომ გაროჩი არავინ არ შეეხო თან უკვე ატანილია იქ ამის მერე ხო იცი შავსიაში შეუტანია ბაჭო ვისთან არის ატანილი თემა სარა ვისთან არის ზახალთან ტრამპის ზახალთან ჩარლზ კუშნერი არ ვიცი ჩარლზთან ისე არის ბიჭო ეს ჩარლზი იმითია თემებშია თუ ტრამპს დაძახებული აქ და ელოდება რა დიდად იმასაც ზარი იქ ბიჭო მაგალითად აი მაგრამ კრევო აჩერებს მე ის რა მაინტერესებს კრევო აჩერებს ფრანგინებს კარჩუ კრევომ ლეპერი გააშავა ბიჭო ტრამპის აი ეგ რა როჟა არის იქ ვინ კუშნერი
რომელი? ის ვისაც დაუწერა. აი მაგის გერგეს და რაღაცებს აგვარებს? რასა? გერგეს და რაღაც თემებს. მე მგონი ელჩია ბიჭო. მიგალგებს ხო ამწვა ნარუჩი. მე მგონი არის ამერიკის საუთში საფრანგეთში. მე მგონი. გასარკვევია. მაგით საკე გამოვიძიოთ, მაგრამ იმან თუ ლაპარაკა თუ ტრისას გაუშვათ ეს გიორგი ბუტიკაშვილი, მიდია. ვინა გიორგი ბუტიკაშვილი გველოდება რითვერ გამოსამდენი ხანი. ვინა? ბიჭო, როგორ არის იცი მე გეტყვი. მაგარი ანეკდოტი რო არის, რომ მოდის ღამე ტიპი და დაიძნებება საწოლზე გააღვიძებს ცელსახს და გაიხდის ერთ იმას ჩეკვას გადააგდებს. მე გაიხდის მეორე ჩეკვას გადააგდებს და ერთხელ რომ მოვა ერთ ჩეკვას რო გადააგდებს დაეცინება და თელი საქმე ელოდება მეორე ჩეკვას. რა აზრიაკ და ხაწინებას გაიგე და ეხა ესე არის ეს რა უნდა დამცინოთ რა შეშევ თავისთანაც ვინა ბუტიკაშვილი. არ ვიცი. ყველაზე მაგარი. გაუჩო. შემოვიდა ხო? არა და მაგარი. არა და მაგარი თემა იყო. დავაი ირაკლი პავლელი. გიორგი დაგერხა და ვინ არის? ეგ მაინც მითხარ. კაი გაუშვით მართლა. რა მნიშვნელობა აქვს ვიღაც გოგოებმა ამოიჩეს სასაცილო ბიჭი გაუშვით. ოპოდან. ამ ერთი წლის მანძილზე ჩვენ მოვახერხეთ მეგობრები ამერიკელი მეგობრები არიან ქართული ხალხის გვერდი. თქვენ რა გონიათ ვინ ელაპარაკება ვის აქვს ურთიერთობა ამ ადამიანებთან, ჩვენ დასავლური მეგობრებთან, როგორ ხდება ის რომ ვინ ელაპარაკება ეს ვაფშე ასტრალშია სერიოზულად დარხეულია. საქართველოში ევროპის წარმომადგენელი არის ის ხალხი გასულია. დოსტოევსკის ვიზე ხო არის ეს? დოსტოევსკის არის როგორ არა? ეგეც წერი ქონდა დოსტოევსკი. არა ბიჭო იმის ვიძე არის. დავაჩერე აზრი არ აქვს მეგობრებო ამას აზრი. ცოცრის. იმის ვიძეა რო უშტვენს გიდი როა. ბიჭო არა იმეჩი როა. იმეჩი რო იყო რო უსტვენ. ხათული ვიზეა. ეს დაჟე ნათქვამი გაგამ. სახალხო მოსტვენში. მართლა. კი, ეხასაც მოგივიდა. არა ამას რო შეხედავ. მაგის ზურა ბალანჩივაძე, კაი კაცი. ო ზურა ბალანჩი. ხო კაი კაცია, მე არა. არ არის კაი კაცი. პრო ის არის. ჭიაბერაშვილი. პროჭია, კი, მაგრამ სასაცილო პროჭია. თუ უსტენს ეხა პროჭიაბერაშვილი იქნება, მაგრამ ვერ მოთხოვ თან მაგას. შეიძლება არ არის ცუდი კაცი. რა იცი? აი გაზარეხა რო გვიხურებს ეგეც. ეგეც გაბრაზდება. ეხა შენ ნუ ისვრეგრე, სწორია, ხო? სწორია იარყებს რა. არა, ძმა. დამიმტკიცე ძმო, შენ კაცის ბეძსვეთ. ხო. ვიტო რატო იცი უამრავი ქართველი ვით შეგავს რა კარგად უსტენ და ეხა ამის დედაცვათირეო ითქვის. არა, იმედიდან წავიდა რომეო ამ ხილად იყო. იცით ეგ ამბავი. თავის ცილინდრი კი ყელში არ გამოგისვას. ამ საშინელებას ვეღარ შევაგუებიო. აღარ დაუსტენ, მე აღარ მესწინებსა. მე აღარ მესწინებაო ხო? კი, და წავიდა პროტესტის. ხატული სტენა, კაი, მაგრამ კაი ის თუ არა. ამას სტენაც არ შეუულია მეგობრებო რა, არ მინდა. ეს სხვანაირად უშტვა ის ტვინში. ხო, მათ ჩვენ არ გვესმის. კი, ტვინით უშტვენს, მაგრამ ჩვენ აბა ვინ ელაპარაკება ჩვენ მეგობრებს ევროპაში? ეს იმენა კეთილი, ვაფშე კეთილი სამყაროს ჯერა. სხვათა შორის მეც მაინტერესებს ვინ ელაპარაკება. ჩვენ მეგობრებს, თან ესე რომ აბა ჩვენ მეგობრები. აი, გოგონი ჩემ ბავშვი რო ისტორიას ყვება, ხო, ბაღზე. შუძო სახალხო ისტორიები და წვივები დაუხედა. აი ეგრეა. წებომ ანუსი დაუწება. ცისფერი წებო, რომელმაც ანუსი დაუწება. დაახლოებით ეგეთი როჯა. იმენა ეგ, აბა ვინ ელაპარაკება? აბა სანქციებს და ბომბებს და და მე რო ვიქო, ხო ისე პრინციპში ვინ ელაპარაკება. საგონებელში რო ჩაგა. მე და ვინ ელაპარაკება? ბიჭო, ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს ბიჭებო და გოგოებო ოპოზიციიდან და აგერ არა ხათ, აი არ მუშაობ. გნიდების ის უხუცესი გაუშვათ. ვინ? ხუხაშვილი. ხუხაშვილი გავუშვი და დავასრულებ, კი ბატონო. ამასთანავე უნდა თქვა, რომ ის არ პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც ასე იქცევა. რატომ? იმიტომ რომ პოლიტიკურ ლიდერს მოეთხოვება მთავარ სარდლობა არმიის, ხალხის კონსოლიდაცია, პროტესტის კონსოლიდაცია, კაპიტალიზაცია ამ დიდი საპროტესტო ენერგიის, სტრატეგიის და ტაქტიკის და ესე რომ თქვა, დაგეგმვა, ამის იმპლემენტაცია და დავაი რა დაახვიოს. ვიზე ლაპარაკობს? არის იმპლემენტაციაში მაცია ტაცია წარდი რა თავი დავარ. მაგრამ ვიზე ლაპარაკობდა? არ ვიცი ამას რატო უშვა, აღარ გაუშვათ რა. იმპლემენტაცია. ამას რო იტყვის პირიქით უნდა შესრულდეს ეს პროგნოზი და მაშინ ამუღამით გაუშვათ რა. და ეგრე არის, რომელი არის საპირისპირო, ეს ეგრე არის, ლევანა ბერძენიშვილი ეგრე არის, რომელი იყო პროგნოზი დასვაოდეს მე. კაი, ჩემო ამ ფლანგზე მაგარი არეული აქვს. ამ კვირის სამდაკო ამოწურულია
და თქვენ გადაცემას რომელიც შეეხება ევროპის დაის კვირას 10 ნახევარზე ევროპის დაისში დაგვიბრუნდებით მე და გური ვისაუბრებთ ევრობიუროკრატიის მორიგ საშანტაჟო დასკვნაზე განვიხილეთ დეტალურად პუნქტამ როგორც ვიტყვია დაერქვა მაგას ხვალშალვა შეგხვდებათ დიდი გადაცემაში არაფერი პრობლემა არ არის ყველაფერი არის კარგად მეგობრებო მართლა კარში ხვალ არის ბალშავე პერედაჩა და კვირას არის აკატ ევროპი და კონსერვატორია არის აბა კონსერვატორია აი ესე რუსულად და ცოცავი ოკუპაცია ვაჩვევ კაჩვევ მე მოვუწევ და სვიდანია პაკა